გამარჯობათ დიანა, მოგესალმები ტელემაყურებელს. იცით, აი ვეცდები დასაწყისში უფრო ცხადი რომ იყოს ცოტა სამართლებრივი კომენტარი გავაკეთებ, რაზე ვსაუბრობ და მე გადავალ უკვე კონკრეტული მაგალითების ჭრილში. ესე იგი, უკანასკნელ პერიოდში, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად მიემართებოდა რას? ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. პირველი ნაწილი მიემართებოდა ძირითადად შეკრების უფლების, ასე ვთქვათ, ნიველირებას, ფაქტიურად გაუქმებას. ცვლილებების შემდეგი, ასე ვთქვათ, ტალღა მიემართებოდა გამოხატვის თავისუფლების ფაქტიურად გაუქმებას. და ეხლა ჩვენ აი ამ პრაქტიკას ვუყურებთ სწორედ, აი როგორ ხდება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების უგულვებელყოფა, ანუ დასჯა კრიტიკული გამოხატვისთვის. ეხლა ნახეთ მაყურებელმა და მედიამაც კარგად რომ გაიგოს და ცნებები რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ვინაიდან ხელისუფლებამ გადაზილა ეს ერთმანეთში და ასეთი გადაზელილი სახით შესთავაზა საზოგადოებას. ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, ნახეთ, ერთია შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლება თავისი არსით, შეურაცხყოფა, რას ნიშნავს, სიძულვილის ენა რა არის, რა დანაყოფი შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, აი ეს ქროლვის, ასე ვთქვათ, დეპარტამენტს რომ ვეძახით სხვა ენაზე და რა მუხლებით ახორციელებს, ასე ვთქვათ, რეპრესიებს აღმასრულებელი ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ანუ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ დიანა. ამ დანაყოფს, რომელიც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვია სიძულვილის ენასთან რაღაც ბრძოლის დანაყოფი. და სინამდვილეში ეს დანაყოფი ემსახურება შეურაცხყოფისთვის დასჯას. სიძულვილის ენა, როგორც ვითხარით, სხვა რამ გახლავთ და სიძულვილის ენის, ასე ვთქვათ, ამკრძალავი ნორმები ჩვენ ადმინისტრაციულ კოდექსში არ აგვაქვს. თუმცა სიძულვილის ენა გეთანხმებით, რომ არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, იმიტომ რომ სიძულვილის ენა გაცილებით მძიმე და ასე ვთქვათ, სერიოზული ქმედება გახლავთ და მას საერთო არაფერი არ აქვს შეურაცხყოფასთან. სიძულვილის ენა, როგორც წესი, მიემართება ხოლმე გარკვეული ადამიანთა გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ და როგორც წესი მისი ამოცანა არის აი დეჰუმანიზაცია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების, ანუ მათი გარკვეული სტიგმატიზაცია, მათზე ძალადობის წახალისება, წაქეზება და ეს ხდება ხოლმე სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მათ შორის რელიგიის, რასის, სქესობრივი ორიენტაციის, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების და ასე შემდეგ. ანუ იქ, ასე ვთქვათ, ობიექტი გახლავთ ადამიანთა ჯგუფი, რისი თქმა მინდა. მაშინ, როდესაც შეურაცხყოფის დროს, ანუ კანონით დაცული სიკეთე არის ხოლმე რა? ადამიანის პატივი და ღირსება, ერთი კონკრეტული ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ამიტომ ამ ორი სიკეთეს დაცვაზე თუ საუბრობთ, როდესაც პატივის და ღირსების დაცვაზე ვსაუბრობთ, დიადა იქ უკიდურეს შემთხვევაში შემოდის სამოქალაქო სამართლებრივი ინსტრუმენტები დემოკრატიულ საზოგადოებებში, ანუ დეფამაციური სარჩელების გზით ადამიანს შეუძლია იდაოს მისი პატივის და ღირსების დარღვევაზე. მაშინ, როდესაც სიძულვილის ენის პრევენცია ხდება ხოლმე მათ შორის სისხლის სამართლებრივი მექანიზმებითაც. ჩვენ შემთხვევაში ეს ცნებები გადაზილა ერთმანეთში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, დანაყოფს დაარქვა სიძულვილის ენასთან ბრძოლის რაღაცა სამმართველო, რომელიც სინამდვილეში დაკავებულია ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების პატივის და ღირსების დაცვით. და ამისთვის სპეციალური მუხლით შეიტანეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მე-16, სადაც სწორედ მაღალი თანამდებობის პირები, მათთან გათანაბრებული პირების, ანუ შესაბამისი ჩანაწერი არსებობს. დიახ, ანუ ეს რას ნიშნავს, იცით დიანა?
ანუ სახელმწიფომ თქვა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და ასე შემდეგ შეურაცხყოფისთვის სპეციალური დანაყოფი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მარტივად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ჯერ დაგაჯარიმებთ და მერე დაგიჭერთ. მაშინ, როდესაც მე და თქვენი შეურაცხყოფისთვის პირობითად ჩვენ უნდა სამოქალაქო წესით წავიდეთ სასამართლოში და ამ შემთხვევაში მოპასუხეს არ დაიჭერენ. გამიგეთ? სხვა რამეა. კი ბატონო, მაია, აქვე ვიტყვი, რომ მაგალითად დაჯარიმებულიყავთ, აი ვახოსანაიაზე რაღაც დაწერა ერთმა კაცმა და ის კაცი ამ სიძულვილის ენის სამართველოს ფარგლებში დააჯარიმეს, სამართლოში წავიდა ეს საქმე. ანუ თითქოს აი რომ არ არის მხოლოდ თანამდებობის პირების დაცვისთვის შექმნილი, ამის ილუზია იქმნება ამ ტიპის საქმეებითაც, ამის თქმა მინდა, რომ ასეთ შემთხვევები ყოფილა. ამის ილუზია იქმნება, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამეა, დიანა, ნახეთ, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების თანამდებობის პირებზე ვსაუბრობთ, სპეციალური მუხლი გვაქვს, როგორც გითხარით, და აი, როდესაც საპირისპირო შემთხვევაში ვითომ და ვახოსანაიაზე რაღაცა გამოცხული მოსაზრების გამო ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მისცეს პირი, ის წვრილმანი ხულიგნობისთვის მისცეს 166-ე მუხლი. აი ეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი არანაირი სიძულვილის ენასთან კავშირი არ აქვს ამ მუხლს. წვრილმანი ხულიგნობის მუხლი გახლავთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი ინსტრუმენტად გამოყენებული მუხლი აი დღევანდელ სასამართლო პრაქტიკაში, რომელსაც ჩვენი საპოლიციო და სასამართლო სტრუქტურები იყენებენ სწორედ ნებისმიერი სხვა განსხვავებული აზრის, ასე ვთქვათ, ჩახშობისთვის. ნებისმიერი სხვა განსხვავებული აზრის დასჯისთვის. მაგალითად, მაგრამ 173-ე მუხლი არის სპეციალურად თანამდებობის პირების დასაცავად. 173 არის შეურაცხყოფა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების საჯარო მოხელეების ახალი მუხლი. და წვრილმანი ხულიგნობა ეს არის ძველი საბჭოთა დროინდელი მუხლი, ამაში ახალი არაფერია. ანუ სხვა შემთხვევაში, როცა გაუხარდება აი ამ სკროლვის სააგენტოს, ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებს წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, იმიტომ რომ შექმნას ილუზია, რომ ერთნაირად და ეს სხვადასხვა მუხლებია, ნახეთ. ანუ თუ შეურაცხყოფაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ანუ არაეთიკური გამონათქვამებზე თუ ვსაუბრობთ, მხოლოდ შეურაცხყოფის თვალსაზრისით, ანუ სამართლებრივი შეფასება მათ ერთნაირი უნდა ქონდეთ. დიანა, არ შეიძლება ერთ შემთხვევაში ჩემი არაეთიკური გამონათქვამი იყოს წვრილმანი ხულიგნობა და მეორე შემთხვევაში იყოს შეურაცხყოფა. ანუ სამართლებრივად ესენი ერთნაირად უნდა ფასდებოდეს, მაგრამ ვინაიდან ეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი სწორედ ინსტრუმენტად არის გამოყენებული იმ შემთხვევებისთვის, რაც არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხომ უნდა შექმნან ამინდი, რომ ეს დანაყოფი თითქოს და ყველასთვის არის შექმნილი, გამიგეთ? არა და არ არის შექმნილი, იმიტომ რომ მე და თქვენ შეურაცხყოფისთვის კიდე გეუბნებით, უნდა ვიდაოთ სამოქალაქო წესით სასამართლოში. არავით არის სკროლვის, ანუ ეს სამსახური, მე და თქვენი შეურაცხყოფის, მე და თქვენი პატივის და ღირსების დაცვისთვის არ არის შექმნილი. ის არის წვრილმანი ხულიგნობის მუხლი. აი ეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი გამოიყენეს სწორედ ასეთივე წარმატებით, აი ეს ბანერი ცნობილი გუშინ იყო თუ გუშინ წინდელი, კი ბატონო. ბიძინა, კი ბატონო. დიახ. აი ეს ვინაიდან ბიძინაა და შემდეგ ეს კითხვა ამ 300-ოსთან დაკავშირებით და შემდეგ ზოგიერთი ცარიელი ფურცელი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყეს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული დევნა. ეხლა ნახეთ, რატომ არის ეს ინსტრუმენტი, ეს მუხლი, სწორედ განსხვავებული კრიტიკული, ეს არის კლასიკური მაგალითი გამოხატვის თავისუფლების დასჯისთვის, დემონსტრატიული დასჯისთვის. წვრილმანი ხულიგნობა რა არის, იცით დიანა? წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, აი ლანძღვაჯინებით, საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა. და შინაარსობრივი, ანუ რა ტიპის რა შინაარსი აწერია ვიღაცის ბანერს, ამას წვრილმან ხულიგნობასთან არაფერი საერთო არ აქვს. ლანძღვაჯინება წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას იმიტომ იძლევა, რომ ის არღვევს საზოგადოების სიმშვიდეს, ანუ სიმშვიდის დარღვევის მუხლია ეს, გამიგეთ? ეს არის ხმაურის მუხლი, წესრიგის დარღვევის მუხლი. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი სწორედ შინაარსის გამო დააკავეს, გამიგეთ, რომელსაც საერთო არაფერი არ აქვს წვრილმან ხულიგნობასთან და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური
ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოხატვა, პოლიტიკური კრიტიკა, ვინაიდან თუ კი ჩავთვლით, რომ იქ ბიძინა, არ ვიცი, არც უკითხავთ ამ ადამიანისთვის, რომელ ბიძინას გულისხმობდა, ხომ? თუ იგულისხმება ის ადამიანი ბიძინა, სინამდვილეში ვის გამოც დააკავეს, დიახ, თუ აქ ბატონ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, ეს იგულისხმეს, მაგრამ იქ არავისთვის არაფერი უკითხავთ. მაშინ დიახ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გამოხატვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი დიახ ამ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებაში მონაწილეობს. პოლიტიკური გამოხატვა ყოველთვის დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, მიუხედავად რაღაცა იქ არაეთიკური სიტყვისა, ასე გამოყენებისა, ისე გამოყენებისა თუ როგორ გამოყენებისა. ანუ რისით თქმა მინდა დიანა, ანუ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტი სწორედ გამოხატვის თავისუფლების აკრძალვისთვის, გამოხატვის ფუნდამენტური ჩვენი უფლების აკრძალვისთვის და ეს გახლავთ ასე ვთქვათ პოლიტიკური გამოხატვა. ეხლა რაც შეეხება ვახოს შემთხვევას. კი ბატონო, აქვე ვიტყვი რომ ხელისუფლება აპელირებს რომ ასეთი ვთქვათ მათ შორის სოციალურ ქსელში რა დაიწერება, ამის კონტროლი ხდება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. ხომ, ეს არის ზოგადი აბრაკადაბრა, დიანა და ამაზე ხანგრძლივად შემიძლია საუბარი კონკრეტული ქვეყნების მაგალითით, არავითარი ხო სოციალური ეხდება მხოლოდ სიძულვილის ენის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სიძულვილის ენა კონკრეტული დანაშაულების შემადგენლობას იძლევა. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად 229 პრიმა მუხლიც მოიცავს სიძულვილის ენას და აი აქ შეიძლება ვისაუბროთ სწორედ გუშინდელი აი იმ ორგანიზაციის განცხადებაზე. თუ სიძულვილის ენაზეა საუბარი, რასაკვირველია, ეს სხვა შემთხვევაა, იმიტომ რომ სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას, გამირეთ საზოგადოებრივი ჯგუფების დიდ ნაწილებს, მოწყულად ჯგუფებს და ძალადობას პროვოცირებს, შუღლს აღვივებს, მტრობას იწვევს. სიძულვილის ენის ადრესატი არასოდეს არ არის, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება პირიქით. სიძულვილის ენის ასე ვთქვათ შეფასებისას სწორედ კონტექსტია მნიშვნელოვანი, ვინ საუბრობს, ანუ თუ კი ძალაუფლების მქონე ადამიანთა ჯგუფები საუბრობენ და პირიქით მოწყვლად ჯგუფებზე საუბრობენ, აი სწორედ მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ აი აქ სწორედ არის სიძულვილის ენა. მაგალითად, აი როდესაც აგენტებს ეძახიან ხომ, რაღაც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაღაც უსამშობლოების აი ეს არის სწორედ დეხუმანიზაცია, სტიგმატიზაცია, მათ მიმართ ადამიანთა მტრული განწყობების ჩამოყალიბება, ეს ემსახურება სიძულვილის ენას, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ჩინოვნიკის ყველაზე უცენზურო სიტყვებით ლანძღვა დინებაც კი არასოდეს არ არის სიძულვილის ენა დემოკრატიულ საზოგადოებაში და რისი თქმა მინდა შეურაცხყოფაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის დაცულია, ანუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, იქ არის ზოგიერთ შემთხვევაში ზღვარი, იმ ზღვარის გადასვლის შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები და არც ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სისხლის სამართლებრივი პროცედურები, როგორც ჩვენ შემთხვევაში. კი ბატონო, ვახოს კონკრეტულ кейსზე აპირებდით საუბარს, მინდა ესეც მოვისმინოთ, საინტერესოა. დიახ, რომ მოვასწროთ ვახოს ვახოს შემთხვევაზე საუბარიც, დიახ, ვახოს შემთხვევა გახლავთ კლასიკური მაგალითი სწორედ პოლიტიკური ეს არის პოლიტიკური სატირა, ეს არის პოლიტიკური სარკაზმი, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. შემდეგ მივალ უკვე საერთოდ სასჯელის აბსურდულობა, არაპროპორციულობაზე. მისი ყველა გამონათქვამი, რომელიც კი ამ საკითხთან დაკავშირებით Facebook პოსტზე მისი ყველა საჯარო განცხადება, გახლავთ პოლიტიკური სარკაზმი, პოლიტიკური სატირა და ეს არის საერთოდ პოლიტიკური გამოხატვა, დიანა და აბსოლუტურად დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში ალბათ წაიღებს ბატონი ვახო სანაია აუცილებლად და სტრასბურგის სასამართლო ზუსტად ასეთ შეფასებას მისცემს ამ საქმეს. დიახ, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მისი გამოხატვის თავისუფლება ამ მუხლის გამოყენებით, ამ შემთხვევაში, ვახოს შემთხვევაში 173 მუხლის გამოყენებით მოხდა მისი პატიმრობა. ერთი რომ
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება და მეორე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება ასეთი არაპროპორციული სახდელებით, ანუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი სახდელებით. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი კონტროლი, როგორც წეღანაც ვთქვი, მაშინ, როდესაც შეურაცხყოფაზეა საუბარი, მაგრამ არა პოლიტიკურ კრიტიკაზე. ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური კრიტიკა და არა რაღაცა ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის შეურაცხყოფა, ტექსტობრივად შეგვიძლია გავიაროთ მისი გამონათქვამები და იქ თქვათ მხატვრული გამოხატვის ხერხებს მიმართავს ის, რაც სამართალში ფასდება როგორც მისი შეფასება, სუბიექტური შეფასება აუცილებლად და ეს არის პოლიტიკური გამოხატვა, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. გამოხატვის თავისუფლების გამო ჟურნალისტის პატიმრობა, მოგეხსენება დიანა, არანაირი დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტში არ ზის, სრულიად წარმოუდგენელია. არ არსებობს მაგალითები გამოხატვის თავისუფლების შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის გამო პატიმრობისა. დემოკრატიული ქვეყნები არ იცნობს ასეთ მაგალითებს. ალბათ არ ვიცი, ვახო ჩვენ არ ვართ დემოკრატიული ქვეყანა სამწუხაროდ და ესეთი ჰიბრიდული რეჟიმების ქვეყანას მივეკუთვნებით ჯერ კიდევ ბოლო ესეთი სპეციფიური შეფასებებით, მაგრამ ეს შემთხვევა არის სრულიად სპეციფიური შემთხვევა. სტრასბურგის სასამართლოს ქონია შემთხვევები, როდესაც იმსჯელა ჟურნალისტების ესეთ გამოხატვაზე, სხვადასხვა ვთქვათ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ რაღაცა უცენზურო გამოხატვა იყო, მაგრამ პოლიტიკურ გამოხატვად შეაფასა ყველა შემთხვევაში და არც ერთ ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მიმართ პატიმრობა არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ეს დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოსთვის პრეცედენტული საქმე იქნება. კანონს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, მაია. 173-ეს ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16 პრიმა მუხლი, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ახლახანს აი ამ პოლიტიკური კრიზისის თუ როგორ უწოდებენ, როგორ აღიქვამს ხელისუფლება არ ვიცი, მაგრამ აი ამ კრიზისული ვითარების ფონზე ან რეპრესიული საკანონმდებლო წნეხის რაღაც სისრულეში მოყვანის ფონზე ჩაამატეს. პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან რაღაც მასთან გათანაბრებული, მოკლედ კიდე რამდენიმე ჩამონათვალია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება, მასზე შეურაცხყოფელი გადაკიდება, პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს ამას, განმეორების დროს ამას, პატიმრობა, მოკლედ პატიმრობა 60 დღემდე არის განმეორების შემთხვევაში. ანუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება, მასზე შეურაცხყოფელი გადაკიდება, ვახო სტატუსების ამ ფორმულირებაში მოქცევა, თქვენ ამბობთ, რომ ეს არ იყო სწორი. დიახ. არა, დიანა, ნახეთ, აი სწორედ ეს არის სამწუხაროდ, ხო, სამწუხაროდ იურისტებმაც კი არ იციან რა არის შეურაცხყოფა სამართალში. შეურაცხყოფა ჩვენ თავის დროზე გვქონდა სისხლის სამართლის კოდექსში, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსში და დასჯადი იყო სხვათა შორის. და ასეთი განმარტება ქონდა შეურაცხყოფას, პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება გამოხატული უწესო ფორმით. და სისხლის წესით ისჯებოდა და მე მოვესწარი იმ დროს და მახსოვს, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ამოვიღეთ და ეს იყო დიდი, ასე ვთქვათ, დემოკრატიული დარღვევა ქართულ კანონმდებლობაში და ამას მიესალმებოდა, ასე ვთქვათ, სრულიად იურიდიული საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ნახეთ, შეურაცხყოფის საკანონმდებლო დეფინიცია რასაკვირველია დღეს არ აგვაქვს კანონმდებლობაში და ადმინისტრაციულ კოდექსში ეს მუხლები საბჭოთა პერიოდიდან ისევ როგორც წვრილმანიხულიდნობა მარტივია, ანუ ასეთი მოკლე გზა ადამიანების ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში ვისაცემად, გამიდეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. შეურაცხყოფა ჩვენ ამ მუხლში გვქონდა იმ დროიდან პოლიციელებთან, პოლიცieლის შეურაცხყოფასთან კავშირში დარჩენილი. დღეს დაემატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების შეურაცხყოფა, მაგრამ კიდევ გეუბნებით, შეურაცხყოფა სამართალში, შეურაცხყოფას ყავს კონკრეტული სუბიექტი, დიანა, და შეურაცხყოფის დროს ამოცანა არის ერთი ადამიანის რაღაცის გამო პატივის ღირსებისათვის ზიანის მიყენება.
ეხლა ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკოსებზე. ნუ დაგვავიწყდება, ნუ რავის, მართალია ჩვენ სინამდვილეში ეს შეატრიალა ჩვენმა კანონმდებელმა არაერთ შემთხვევაში, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები დაცული არიან ძალიან დაბალი სტანდარტით. მათ აქვთ თმენის ძალიან მაღალი ვალდებულება. მე და თქვენ უფრო მაღალი სტანდარტით ვართ დაცული. ისინი ნაკლები სტანდარტით არიან დაცული, ანუ მათ შემთხვევაში თუ რიგითი ადამიანის შეურაცხყოფის შესაფასებლად სასამართლო რა სტანდარტსაც გამოიყენებს, ის სტანდარტი არ გამოიყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის სტანდარტის დასადგენად. გარდა ამისა, ვახოს პოლიტიკური სარკაზმი, ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, Facebook სტატუსები, წაიკითხეთ ყურადღებით, ეს ეს არის პოლიტიკური კრიტიკა, დიანა. ვიცი, რასაც გულისხმობთ, ანუ პირდაპირ არ იყო მისი მხრიდან ალეგორიულად იყო. დიახ, ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიტიკაა და აქ ამერიკა არ აღმოუჩენია არავის. ეს პირველად საქართველოში არ გამოუყენებიათ და პირველად ვახოს არ გამოუყენებია. სამართალში ეს იციან, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებში იციან. ეს გახლავთ ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიტიკა, პოლიტიკური სარკაზმის ფორმით, ძალიან ეფექტურად და კარგად გაკეთებული და ამის ამოცანა, ვახოს Facebook ამოცანა რა იყო, როგორ გონიათ დიანა, ერთი რაღაცა, არ ვიცი, ბოჟაძის და ერთი მეორე პაპუაშვილის პიროვნული შეურაცხყოფა, თუ სისტემის კრიტიკა, სისტემის რეჟიმის აბსურდულობის ჩვენება. ამოცანა რა იყო, ამოცანა, კონტექსტი, მიზანი რა იყო, აი ეს ფასდება. ინაკეთებს ამას რა კონტექსტში, რა ამოცანით და რას ემსახურება. შეურაცხყოფა აბსოლუტურად სხვა რამეა. კი ბატონო, მაია, კიდე ერთ თემა მინდა რომ მოვასწრო, ეს არის ახალი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა ეროვნული თაობა, იდენტობის დაცვის ამბიციით და ასევე გუშინ ციხესაც არ მოვერიდებით, ასე იყო გაცხადებული, რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. ეხლა აღმოვაჩინა TV პირველის ახალმა ამბებმა, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერიის თანამშრომელი, ანუ მერიის მუნიციპალურ IP-ში მუშაობს საჯარო მოხელე. ზოგადად ამ ორგანიზაციას მის შექმნას თქვა სამართლებრივი დილემები რამდენად შეიძლება აქ იყოს. ნახეთ, ახლა მე თუ მკითხავთ, აი ძალიან წმინდა სამართლებრივად, დღეს რა განცხადებებიც მათ გააკეთეს, ხო, აი შესაძლებელია, ჩვენ ვინც საუბრობთ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტზე, ჩვენ ვიცით, რომ ამ უფლებით დაცულია ყველაზე აღმაშფოთებელი იდეებიც კი. და ყველაზე, ასე ვთქვათ, შემაწუხებელი იდეებიც კი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისთვის. მაგრამ ხო ზღვარი სად გადის იცით, როდესაც ეს აღმაშფოთებელი იდეები გადადის ძალადობისკენ მოწოდებაზე. აი იქ ერთვება სახელმწიფო. იქამდე რაც არ უნდა აღმაშფოთებელი იყოს, რაც არ უნდა არაეთიკური იყოს ვიღაცისთვის ამორალური იყოს ჩემი გამონათქვამები, ეს გამონათქვამები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ძალიან ესეთი ღრმა ყურადღებით და დიდი დრო არ დამითმე ამ თემისთვის, მაგრამ რაც მოვისმინე, განცხადება იყო დაახლოებით ამდაგვარი, რომ ჩვენ მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას, ხომ? რაღაცა აი ამ რაღაცა ისტორიული და რაღაცა ღირებულებების დაცვის რელიგიის რაღაც დაცვის ეგიდით ვიმოქმედებთ და მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. მე თუ მკითხავთ, ეს განცხადებები გადის სწორედ იმ ზღვარზე, რითიც როგორც მინიმუმ უნდა დაინტერესდეს, როგორც მინიმუმ, აი ეს ასე ვთქვათ, სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველო რომ შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვინაიდან მათ დებულებაში უწერიათ, რომ მათი ის შემთხვევებიც უნდა შეაფასონ, ხო, აი ზღვარი სისხლის სამართლებრივ, ასე ვთქვათ, ქმედებების ნიშნებს ხომ არ შეიცავს. სიძულვილის ენაზე როდესაც ვსაუბრობ და მაშინ მისცეს სათანადო რეაგირება და გამოძიების ორგანოებს გადასცეს ასეთი საქმეები. ამ შემთხვევაში ყურადღებით არის სწორედ აი ეს გამოსაძიებელი, რა რეაგირებებს, რა მყისიერ რეაგირებებს გულისხმობს ამ ეტაპზე, ვიდრე ნებისმიერი მათი გამონათქვამი და მოწოდება მყისიერი ძალადობის საფრთხეს არ შეიცავს.
მე თუ მკითხავთ, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს სამართლებრივ ყურადღებას და შეფასებას. ვერანაირ როგორც კი ნებისმიერი მათი მოწოდება ძალადობის და მყისიერი საფრთხისკენ იქნება მოწოდებული, ეს უკვე სისხლის სამართლის სფერო გახლავთ, დიანა და დიდი მადლობა. ნიშნების სახეზეა და 239 პრიმა მუხლი კოდექსში გვაქვს და აი ამ მუხლთან ძალიან ფრთხილად მოუწევთ ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ, საკუთარი განცხადებების ფორმირება. ძალიან დიდი მადლობა.